ყოველ ღამით ჩვენ კარგავთ სითხეს, სუნთქვისას, უფლიანობით, შარდით და დილით რომ ადამიანს დანაკლისი აქვს სითხის, ეს ბუნებრივია, ფიზიოლოგიურია და ადამიანმა უნდა დალიოს სითხე დილით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ წყალს რაღაც ბუნებრივი და გავხადოთ ის უფრო ჯანსაღი და მოვარგოთ ჩვენ საჭიროებას. დღეს გეტყვით სამ წყალზე, რომელიც სამ კონკრეტულ პრობლემას გადაგიჭრით. პირველი შეკრულობისთვის, მეორე იქნება მაღალი წნევისთვის და მესამე იქნება თირკმლებში კენჭებისთვის. ამიტომ დარჩით ბოლომდე თქვენ ჯანმრთელობას, რომელიც უფრო მიესადაგება, ის შეიძლება მიიღოთ. რასაც ვიტყვი არის ჯანსაღი, არის ბუნებრივი და კვლევებზე დაფუძნებული, ანუ არაზუსტ რაღაცებს არ ვიტყვი, რაც კვლევებით შესწავლილია, იმაზე ვისაუბრებ მხოლოდ. პირველი მიქსი არის შეკრულობისთვის და ამისთვის რა დაგვრჩება? 500 მილილიტრი წყალი, ჩვეულებრივი, 1 სუფრის კოზი ჩია და 2 ცალი კივი. ახლა რა უნდა ვქნათ? ეს ჩია, 1 სუფრის კოზი, დაახლოებით 10 გრამი გამოდის მოკლედ. უნდა ჩავყაროთ წყალში 500 მილilitrში და ღამე დავტოვოთ მაცივარში. ახლა რატომ უნდა დავტოვოთ? იმიტომ უნდა დავტოვოთ, რომ გაიხსნას, დარბილდეს და ჟელეს მსგავსი მასა მიიღება. ოღონდ ისეთი არ იქნება, რომ ვერ დალევს ადამიანი კომფორტულად. გარეთ არ უნდა დავტოვოთ, მაცივარში უნდა, იმიტომ რომ გარეთ თუ დატოვებ 2 საათზე მეტ ხანს ჩიას მე ბაქტერიები დაიწყებს გამრავლებას ოთახის ტემპერატურაზე, ამიტომ არ არის სასურველი რომ წყალში დატოვო. ამიტომ მაცივარში ტოვებთ მთელი ღამე, დაახლოებით 12 საათი რომ გამოვიდეს და დილით დავლევთ და 2 კივს დავჭრით და მივაყოლებთ. შესაძლებელია რომ კივი დავბლენდეროთ და ისე დავლიოთ როგორც ბლენდი, ანუ ერთად ამ ყველაფერთან ერთად დავბლენდეროთ, ანუ ეს წყალი, ჩია და კივი დავბლენდეროთ და ისე დავლიოთ და შესაძლებელია რომ უბრალოდ კივი ცალკე ჭამო ისე მიაყოლო 2 ცალი. ორივე პრაქტიკულად თანაბრად ეფექტურია, უბრალოდ კომფორტული თქვენთვის როგორაა მაგის მიხედვით. ხო, ვისთვისაც დისკომფორტია ცივი წყლის დალევა, ან დილით ცივის დალევა მაცივრიდან, მას შეუძლია რომ შედგას ეს 500 მილილიტრი მიკროტალღურში და 30 წამის განმავლობაში, ოღონდ არა 1 წუთზე მეტი, 30 წამის განმავლობაში გაათბოს ისე რომ ნელთბილი დალიოს. ეს არაა პრობლემა, იგივე ეფექტი ექნება. ეხლა რა ხდება? ერთი ივი არის შეიცავს ფერმენტს აქტინიდინს, რომელიც მოქმედებს მსხვილი ნაწლავზე და რომელიც იწვევს შეკუმშვას ამ მსხვილი ნაწლავის და განავლის გამოდევნას და ადამიანს უკეთესი შეგრძნება ექნება, რომ კუჭი გასვლის შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კუჭი გასვლის სტიმულაციას ახდენს. ოღონდ ბუნებრივად ეს არ არის ისეთი სტიმულანტი, რომელმაც შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს. ამ პრობლემების შექმნას მომავალში არა ბუნებრივად ხდება. და მეორეს მხრივ ხსნად და არახსნად ბოჭკოვანს შეიცავს კივი და მეტიც აქ ჩია აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩია შეიცავს ხსნად ბოჭკოვანს. ჩიის ნაცვლად სილიუმის გამოყენება შეიძლება, აქ ვისაც უნდა, მაგრამ უბრალოდ ჩია უფრო ადვილად მოიპოვება ჩვენ ქართულ მარკეტებში ვიდრე სილიუმი, ამიტომ ჩიას ვამბობ ამ შემთხვევაში, თორე სილიუმს კიდევ უფრო უკეთესი ეფექტი აქვს, მაგრამ ჩიაც საკმარისია და ჩია შეიცავს ხსნად ბოჭკოვანს. ეს ხსნადი ბოჭკოვანი ჟელეს მსგავსად იქცევა, იმატებს წყალს, განავას არბილებს და კუჭი გასვლა ხდება ბევრს რომ მარტივი. უნდა დალიოთ ეს წყალში გაზავებული ჩია დილით უზმოზე 500 მილილიტრი იქნება და 2 ცალი კივი, ესეც უზმოზე კვებამდე და ზოგ ადამიანის შემთხვევაში პირველივე დღესვე იწყებს მოქმედება, ზოგ ადამიანის შემთხვევაში 3 დღის ფარგლებში ყველა შემთხვევაში ექნება უკვე ეფექტი, ყოველ დილით უნდა დალიოთ ერთი და იგივე დროს და 7 დღის თავზე უკვე მოაწესრიგებს კუჭის მოქმედებას და ეს იმდენად ეფექტურია ეს კომბინაცია, რომ პრაქტიკულად უტოლდება მედიკამენტებს, რაც შეკრულობისთვის გამოიყენება. ამიტომ შეკრულობის პრობლემას მოიხსნით მოკლედ ამით ნამდვილად. მეორე მიქსი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დილით, ეს არის ვისაც მაღალი აქვს წნევა. წნევა ძალიან დიდი პრობლემაა სისხლის და ადამიანებს სათანადო ყურადღებასაც არ აქცევენ ხოლმე და სისხლძარღვების ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,
რომელიც ხშირად ადამიანებს გამოეპარებათ ხოლმე. ამისთვის რა უნდა გააკეთო? რა დაგჭირდება? 250 მილილიტრი ჭარხლის წვენი, 250 მილილიტრი წყალი, ნახევარი ლიმონი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი. გაკეთებული მწვანე ჩაი, ეს ჭიქა და გაგრილებული. ახლა როგორ ვაკეთებთ ამას? ეს ჭარხლის წვენი უნდა შევრიო 250 მილილიტრი წყალს და უნდა გაწურო ლიმონი და ჩააწურო ლიმონი, მოურიო კარგად და დალიო ყოველ დილით და გაგრილებული ნელთბილი მწვანე ჩაიც უნდა დალიო. მწვანე ჩაი არ უნდა გაკეთდეს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 60 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გაკეთდეს, რათა მასში შემავალი კომპონენტები არ დაიშალოს მაღალ ტემპერატურაზე, მოკლედ ოპტიმალურია, რომ სადაც 60 გრადუსზე გაკეთდეს მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი შეგიძლიათ ჩაასხათ ამ მიქსტურაში, ამ ნაზავში, ნარევში, მაგრამ ცოტა მწარე გემოს აძლევს მწვანე ჩაი, ამიტომ ცალკე 1 დალიოთ, ანუ ეს ჭარხლის წვენს პლუს წყალი პლუს ლიმონი და ცალკე მწვანე ჩაი დალიოთ, როცა მორჩებით იმის დალევას. შეიძლება ვიღაცისთვის ახლა თუ ძალიან ბევრი იქნება, შეგიძლიათ 2 პორციად გაყოთ. თუმცა როგორც წესი სასურველია რომ დილით ერთად მიიღოთ და 1 პორციად მიიღოთ. ნუ ახლა 1 მოყუდებით თუ ვერ დალევ, უბრალოდ გაყავი და დილით სანამ საკვებს მიიღებ, მანამდე რომ მიიღო. ეხლა რაშია საქმე? როგორ მოქმედებს? ეს ჭარხლის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებს. ხო, ეს აზოტის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სისხლძარღვებისთვის, რადგან აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება ჩვენ სისხლძარღვებში, რომელიც სისხლძარღვს ადუნებს და სისხლძარღვის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია და წნევის დამწევი ეფექტი აქვს. ამიტომ და წყალთან ერთად მით უმეტეს ერთი რომ ჰიდრატაციას იღებ, მეორე რომ ეს წყლის მიღებასაც პოზიტიური ეფექტი აქვს, მარილის გარეშე როცა წყალს იღებ, წნევაზე პოზიტიურად მოქმედებს და ჭარხლის წვენი მთავარი მოთამაშეა და მწვანე ჩაი. მწვანე ჩაიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მწვანე ჩაი განსაკუთრებით EGCG, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, სისხლძარღვებზე პოზიტიური მოქმედება აქვს სისხლძარღვის მოდუნებაზე, ასევე არის ანტიოქსიდანტი და სისხლძარღვების დამცველობითი თვისებებს ავლენს და ამას დამატებული ლიმონი არის C ვიტამინი და ასევე არომატს ანიჭებს. ადვილი დასალევი ხდება მე ეს წყალი, შესაბამისად ლიმონი ერთი გემოსთვისაც გამოიყენება და მეორე იმისთვის რომ C ვიტამინს იღებ და ციტრატებს იღებ ასევე, რომელსაც თირკმელებზე დამცავი ფუნქცია აქვს. ამ ჭარხლიანი წყლის დალევაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოა, როგორც წესი, ნუ ხა თუ ადამიანს გაუკონტროლებული დიაბეტი აქვს, რაღაც სერიოზული აქვს, დიაბეტთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები თუ აქვს, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგის კონსულტაციის ქვეშ უნდა მოხდეს, მაგრამ თუ ზოგადად ადამიანი ჯანმრთელი არ რამე სერიოზული დიაბეტის პრობლემა არ აქვს, მაშინ უსაფრთხოა, შესაბამისად შეიძლება მიიღოს ეს ადამიანმა უსაფრთხოდ, ხანგრძლივად, დიდხანს და არის ეფექტური. რეალისტური მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ ანუ სისხლის წნევა შეგმცირებს დაახლოებით 10-ით, ანუ 140 თუ გაქვს 130-ზე დაგისვავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კლება. 130 თუ გაქვს 120-ზე დაგისვავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კლება. ასევე თუ 150 შეიძლება 150 ადამიანს კიდე მეტი შეიძლება. ოღონდ აქვე გაფრთხილება, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის შემცვლელი სამედიცინო წამლების. ეგ არის ფიქრობთ, რომ ან წამლის ჩანაცვლება არანაირი წყალში გახსნილი რაღაცებით არ შეიძლება. თუ სპეციალური მითითება არ არის. მაგალითად, ახლა შეკრულობის დროს თქვი, რომ თითქმის წამლის ეკვივალენტი ეფექტურობა აქვს. ამ შემთხვევაში არ აქვს. ანუ წნევის წამლები უნდა მიიღოთ, დამატებით შესაძლებელია ამის მიღება. ან ვისაც ისეთი წნევა აქვს, რომ წნევის წამლები არ ჭირდება ჯერ და უბრალოდ ეუბნებიან, რომ ივარჯიშე წვანში დაიკელი და ესე და ამით დაიკელი წნევა, ესეც დაეხმარება წნევის დაკლებას. და მესამე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, დილაობით რისი დალევაც, ეს არის თირკმელებისთვის, თირკმელებში კენჭები რო არ გაჩნდეს, ან ახალი კენჭები რო არ წარმოიქმნას, თუ უკვე არის, ან მცირედით შეიძლება დაბატარავდეს კიდევაც არსებული, ან ზოგჯერ არის, რომ ეუბნებიან, რომ მცირე კრისტალები, ან ჯერ კენჭად, ხილულ კენჭად არ არის ფორმირებული, მაგრამ არის კრისტალები, რომელიც წინამორბედია მოკლედ ამ კენჭების და რო არ მოხდეს კენჭების წარმოქმნა და თირკმელები რომ გაიწმინდოს, ამისთვის დაახლოებით დაგჭირდებათ 500 მილილიტრი წყალი, უშუალოდ შეიძლება. 1 ლიმონი უნდა
ჩაწურო ბოლომდე და 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი. ან 50 მილილიტრი ფორთოხლის წვენი ეს მოურიო და დალიო დილით. შესაძლებელია 2 პორციად, ნახევარი დილით, ნახევარი საღამოთი. თუ 750 მილილიტრს გააკეთებ და კიდე დაამატებ ლიმონს და კიდე დაამატებ 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენს, შესაძლებელია კი გაყოფა 450 მილილიტრი დალიო დილით, 400 თუ რამდენიც დარჩება მოკლედ საღამოთი. შესაბამისად, შესაძლებელია მის გაყოფა. თირკმელებს იცავს, იმიტომ რომ ეს ორივე ლიმონიც და ფორთოხალიც შეიცავს ციტრატებს და ციტრატები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თირკმლებში კენჭები არ წარმოიქმნას. ეხლა რა ხდება? ეს ციტრატები უკავშირდება კალციუმს თირკმლებში, შარდში და კალციუმი ვეღარ უკავშირდება ოქსალატებს და კალციუმ ოქსალატების კრისტალები წარმოიქმნება ხოლმე ცუდ შემთხვევაში და აი იმ ცუდი შემთხვევის მოხდენის საშუალებას არ აძლევს. აი ამას აკეთებ და მარტო ლიმონის ციტრატებიც კარგია, მაგრამ არასაკმარისია და თან კიდე ფორთოხლის ციტრატებს უკეთესი ბიოშეღწევადობა აქვს და უკეთესი ეფექტი აქვს. ამიტომ ორივე ერთად ფორთოხალს პლუს ლიმონი უფრო უკეთესი ეფექტი აქვს, შეუკავშირდება ამ კალციუმს შარდში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისა ძვლებიდან კი არ გამოიტანს კალციუმს და ეგ არა, ის შარდში ისედაც ხვდება ის კალციუმი, შესაბამისად ამიტომ ეგ არის ფიქრობთ, რომ ორგანიზმს ავნებს, არა არავნებს და პლუს ამით დამატებით აკეთებს იმას, რომ შარდის გატუტიანებას ახდენს, რაც დამატებით პოზიტიური ეფექტია ორგანიზმზე და ამცირებს კენჭების წარმოქმნას ეს ერთი და ამცირებს კიდე ასევე საშარდი ინფექციების გავრცელების ალბათობას, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია, რაც შეგიძლიათ რომ თქვენი თირკმლების დასაცავად გააკეთოთ ეს კომბინაცია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ნელა შემოგთავაზებთ კიდე თუ დამიწერეთ რისთვის გინდათ, აი ვთქვათ თქვენი მდგომარეობა ის რისთვისაც ისურვებდით, რომ ესეთი დილის რეჟიმი შემომეთავაზებინა და გავაკეთებ ასე მომავალშიც კიდე ამაზე. მადლობა რომ მისმენთ, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა ამისთვის, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. აღწერაში არის ანგარიშის ნომრები, რადგან რეალურად ეს არხის შენახვა და პატრონობა და ძალიან დიდ დროს მოითხოვს რომ ახალ ვიდეოების დადება და ამიტომ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვისაც არ შეგიძლიათ, არ არის პრობლემა. უბრალოდ მხარი დამიჭირეთ იმითი რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გააშიაროთ ან გამოწეროთ არხი. ესეთი ქმედებებითაც მნიშვნელოვანია, რადგან YouTube-ის ალგორითმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თქვენ რამე ფორმით იაქტიუროთ, რომ ბევრ ადამიანს აჩვენოთ. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.